მოგესალმებით მეგობრებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს ვისაუბრებთ მარგარეტ მიტჩელის ქარწაღებულზე. შევაჯამებთ თუ როგორი ნაწარმოები არის იგი. მანამდე გთხოვთ რომ დააფოლოვოთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო. დავიწყოთ. ქარწაღებულნი არის ეპიკური ისტორიული რომანი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ომის დროს 1861-65 წლებში და ბოლო რეკონსტრუქციის პერიოდში ვითარდება. სკარლეტ ოჰარა, რომელიც მთავარი გმირია ამ ნაწარმოებისა, ძლიერი დამოუკიდებელი და ამბიციური ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცხოვრობს ჯორჯიის სამხრეთით, მდიდარ პლანტაციებზე სახელად ტარანტოზე. სკარლეტის ცხოვრება თავდაყირად დგება, როდესაც ომი იწყება და მისი ოჯახი, მთელი საზოგადოება იშლება. პირობების გამო სკარლეტი თავის ჭკუას, გონებას და სილამაზეს იყენებს გადარჩენისთვის, რათა გადაარჩინოს აგრეთვე თავის ოჯახიც. მისი ცხოვრება სიყვარულით, მოტივაციით, საშინელებებით და ტრაგედიებით არის ახსავსე. სკარლეტის მთავარი სიყვარული ეშლი ჰამილტონია, თუმცა იგი სხვა ცხოვრობს, რომელიც არის მელანი ჰამილტონი, აგრეთვე მისი ცოლი. სკარლეტის გზაზე მრავლად სიძნელეებია, მათ შორის სხვადასხვა პრობლემები, ოჯახური ტრაგედიები და სოციალური ცვალებადობა. რომანი არ ასახავს მხოლოდ სკარლეტის პირად ისტორიას. იგი აგრეთვე ასახავს საზოგადოების ტრანსფორმაციას ომის შემდეგ. ძირითადი თემები ამ ნაწარმოებში სიძლიერე და გადარჩენაა, სკარლეტის თავისებურება და მისი უნარი გაუმკლავდეს მძიმეს ძალებს. იგი წარმოადგენს გადარჩენისა და სიძლიერის სიმბოლოს. რომანში რთული სიყვარულის ისტორიაა გადმოცემული, რომელიც ძალიან ახლოს იყო იმედგაცრუებებით და ტრაგედიებით. ეს ისტორია იმდროინდელ ეკონომიკაზე და ადამიანების ცხოვრებაზე არის ერთ-ერთი მთავარი ფონი. ნაწარმოებში გადმოცემულია კულტურული ცვლილებები, ანუ ომის მეორე სოციალური პერიოდი სამხრეთში. ქალთა როლი და დამოუკიდებლობა ნათლად არის გამოხატული. სკარლეტის პერსონაჟი წარმოადგენს ქალთა ახალი მითს, რომელიც მხარს უჭერს დამოუკიდებლობას და თავის დაცვას რთულ სოციალურ პირობების მიუხედავად. ძალიან გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ვიდეო, რადგანაც ეს ჩემთვის დიდი სტიმული იქნება ვიდეოების კვლავ ჩასაწერად.